ახლა რაც შეეხება დეტალურად იმ განხორციელებულ ინტერვენციებს, რომლის სტრუქტურირება მოვახდინეთ კვლევის ფარგლებში. Პირველი ეტაპი ის იყო ინტერდისციპლინური ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლის განხორციელების პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმა და რომლის მთავარი მიზანი იყო სოციალური კაპიტალის როლის მნიშვნელობის უკეთესად გააზრება, რაც ნიშნავს რომ მასწავლებლის კომპეტენცია თუ მან დაამყაროს პროფესიული და ამავდროულად ღირებული ურთიერთობები კომუნიკაცია კოლეგებთან. მეორე ეტაპი ის იყო რა თქმა უნდა საკომუნიკაციო არხების შექმნა, რომელიც მოახდინეთ სოციალური ქსელის დახმარებით, მთავარი მიზანი იყო რომ ჩვენ შეგვექმნა ურთიერთობისათვის ალტერნატიული ონლაინ სივრცე და ასევე მომხდარიყო ინფორმაციის სწრაფი და ეფექტური გავრცელება. რაც შეეხება მესამე ეტაპს, ტრენინგ მოდული. დაიგეგმა კვლევარების, ანუ ჩვენს მიერ ტრენინგები, რომლის ხანგრძლივობა შეადგენდა 3 თვეს. ტრენინგების ძირითადი მიზანი იყო რა თქმა უნდა რომ გაგვემჯობესებინა მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობები და პარალელურად ისინი მოგზადებინა PBL პროექტის დასაკეთებლად. ტრენინგები დაყოფილი იყო თემატურად კურსების მიხედვით და მოიცავდა რამოდენიმე საფეხურს. პირველი საფეხური იყო ჩვენს მიერ, ანუ კვლევარების მიერ თემატურად შერჩეული ინფორმაციის გადაცემა, მეორე საფეხური ეს იყო ინტერდისციპლინური ჯგუფის ერთობლივად ამ ინფორმაციის დამუშავება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემდეგ საფეხური ეხებოდა ერთობლივად ან მასწავლებლები ერთად გეგმავდნენ სამოდელო გაგრძელებას, რომელიც ასევე ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობა არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში. მნიშვნელოვანი საფეხური ასევე იყო, რომ სამოდელო გაგრძელების დაგეგმვის შემდეგ ჩვენ ვახდენდით ეგრეთ წოდებულ უკავშირს რეფლექსია თუ რამდენად ეფექტურად აიგებმა სამოდელო გაგრძელება და მასწავლებლებები ითვალისწინებდნენ ერთმანეთის პროფესიულ ამ უკავშირის შემდგომი ტრენინგ-კურსის ეფექტური დაგეგმისათვის. თუ დეტალურად როგორ სტრუქტურით აღინიშნული სამოდელო და ვიდეო გაგრძელება, მოგახსენებთ დეტალურად შემდეგ სლაიდზე.